რა არის ქალური ენერგეტიკა და რატომ სჭირდება მას განკურნება. თანამედროვე სამყაროში ტერმინი ქალური ენერგეტიკა ხშირად ასოცირდება ზედაპირულ იმიჯებთან, კაბებთან, რბილ ხმასთან ან გარეგნულ სინასესთან. თუმცა თუ ამ ფენომენს სიღრმისეული ფსიქოანალიტიკური და არქეტიპული პერსპექტივიდან შევხედავთ, ქალური საწყისი, ანუ კლინიკურ ფსიქოლოგიაში კადნიერი იუნგისეული ანიმა არის შემოქმედებითი ქაოსის, ინტუიციის, მიმღებლობის, ემოციური სიღრმისა და სიცოცხლის წარმოშობის წყარო. ეს არის უნარი, იყო და არაუბრალოდ აკეთო. ქალური ენერგეტიკის ტრავმირება ან ბლოკირება არ ხდება უმიზეზოდ. ეს არის ღრმა ფსიქოლოგიური ადაპტაციის შედეგი, როდესაც ქალი გადარჩენის ან სიყვარულის მოპოვების მიზნით იძულებულია უარყოს თავისი ნამდვილი ბუნება. როდესაც ქალი კარგავს კავშირს ამ პირველ წყაროსთან, ის გრძნობს ქრონიკულ გადაწვას, შინაგან სიცარიელეს, დეპრესიულ ფონს და უჭირს ჯანსაღი, დაბალანსებული ურთიერთობების შენება. ქალური საწყისის განკურნება არ არის სისუსტის სწავლა. ეს არის უდიდესი შინაგანი ძალაუფლების, საკუთარი ჩრდილოვანი მხარეების მიღებისა და იმ ავთენტურობის დაბრუნების პროცესი, რომელიც სოციალურმა ნორმებმა თუ ბავშვობის ტრავმებმა ჩაახშო. გიზიარებთ 7 ფსიქოლოგიურ მიზეზს, რის გამოც ქალი კარგავს თავის ქალურ საწყისს. თუმცა მანამდე მოგიწოდებ, რომ გამოიწერო ეს არხი და მოიწონე ვიდეო, თუ გსურს, რომ ურთიერთობებზე, ქალურ ენერგეტიკაზე, სექსუალობაზე, ქალისა და კაცის პრობლემებზე ურთიერთობებში, მათ კომპლექსებზე ურთიერთობებში, მოისმინო სხვადასხვა საინტერესო საკითხები და მათი განხილვა. ახლა კი გავაგრძელოთ დღევანდელი ვიდეო. 7 ფსიქოლოგიური მიზეზი, რის გამოც ქალი კარგავს თავის ქალურ საწყისს. იმისათვის, რომ ქალმა შეძლოს საკუთარი ენერგეტიკის განკურნება, პირველ რიგში მან უნდა გააცნობიეროს, სად და რის გამო ხდება ამ ენერგიის გაჟონვა. გვთავაზობთ 7 ძირითად ღრმა ფსიქოლოგიურ მიზეზს, რომლებიც ბლოკავენ და ფიტავენ ქალურ ბუნებას. პირველი ეს არის დედის არქეტიპთან დაზიანებული კავშირი, ეგრეთ წოდებული მატერნალური ტრავმა. დედა არის პირველი სამყარო, რომელსაც გოგონა ეხება. ის არის ქალურობის პირველი მოდელი. თუ დედა იყო ცივი, კრიტიკული, ემოციურად მიუწვდომელი, ან პირიქით, ჰიპერმზრუნველი და კონტროლიური, გოგონას ქვეცნობიერში უყალიბდება განცდა, რომ ქალობა არის საფრთხის შემცველი, სუსტი ან მტკივნეული. დედის მიერ უარყოფილი გოგონა ხშირად უარს ამბობს საკუთარ ქალურობაზე, რათა არ დაემსგავსოს დედას ან პირიქით. მთელი ცხოვრება ცდილობს დაუმტკიცოს მას, რომ არის სიყვარულის ღირსი. მეორე ეს არის კარგი გოგოს, ეგრეთ წოდებული people pleaser სინდრომი. ეს არის სოციალური ნიღაბი, პერსონა, რომელიც აიძულებს ქალს საკუთარი საჭიროებები, სურვილები და ემოციები შესწიროს სხვების კომფორტს. კარგი გოგო ყოველთვის არის თბილი, მომღიმარი, არასოდეს გამოხატავს ბრაზს ან პროტესტს, არ სვამს საზღვრებს და ცდილობს ყველას ასიამოვნოს. ბრაზისა და ნამდვილი ემოციების ეს მუდმივი რეპრესია, ანუ დათრგუნვა, პირდაპირ ბლოკავს მენჯის ღრუს ენერგიას და შემოქმედებით პოტენციალს, რაც ქალს ფსიქოსომატურ დონეზეც კი აზიანებს. მესამე, მამაკაცის სიმპათიის დაკარგვის ნევროტული შიში და ემოციური დამოკიდებულება. როდესაც ქალის თვითშეფასება მთლიანად არის მიბმული მამაკაცის მზერაზე, აღიარებაზე და მოწონებაზე, ის კარგავს საკუთარ ღერცს. შიში იმისა, რომ თუ მე ვიქნები არასრულყოფილი, ის მიმატოვებს, აიძულებს ქალს მოერგოს პარტნიორის ნებისმიერ კაპრიზს. ეს არის ნევროტული სურვილი, რომელიც ანადგურებს ქალურ ღირსებას. ქალი ხდება პროგნოზირებადი, მოსაწყენი და საკუთარი თავისთვისვე უცხო, რადგან მისი ენერგია მიმართული არა საკუთარი სამყაროს გამდიდრებაზე, არამედ სხვისი მოთხოვნილებების მომსახურებაზე. მეოთხე, მუდმივი გადარჩენისა და კონტროლის რეჟიმში ყოფნა. ჰიპერდამოუკიდებლობა ხშირად ტრავმის შედეგია. როდესაც ქალს ბავშვობაში ან წარსულ ურთიერთობებში მოუწია განცდა, რომ მასზე არავინ იზრუნებს, ის რთავს მამაკაცურ სტრატეგიულ დამცავ მექანიზმებს. ის იღებს ყველაფერს საკუთარ თავზე, აკონტროლებს ყოველწვრილ მას, გეგმავს, ებრძვის სამყაროს და არავის აძლევს დახმარების უფლებას. მისთვის დახმარება სირცხულთანაც კი ასოცირდება. ჰგონია, რომ თუ დახმარებას ითხოვს, ესე იგი უსუსურია, ესე იგი დასაცინია, ესე იგი ეს უბრალოდ სირცხვილია.
კონტროლის ეს მუდმივი რეჟიმი სხეულში ქმნის კუნთოვან ჯავშანს, რაც ხელს უშლის ქალურ დენად მიმღებ ენერგიას თავისუფლად დენაში. მეხუთე ეს არის სექსუალობის ტაბუირება, ცირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა. რელიგიური, კულტურული თუ ოჯახური მკაცრი მორალის გამო ბევრ ქალს აქვს ღრმად ჩამარხული სირცხვილის გრძნობა საკუთარი სხეულისა და სექსუალური სურვილების მიმართ. სექსუალობა არის ქალური შემოქმედებითი ენერგიის, ლიბიდოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი. როდესაც ქალი თვლის, რომ მისი სექსუალური იმპულსები არის ბინძური ან არასწორი, ის თიშავს თავის შინაგან მაგნეტიზმს და სიცოცხლისადმი ვნებას. მეექვსე. საკუთარი ჩრდილოვანი მხარის უარყოფა. ბევრი ქალი ცდილობს იყოს სულიერი, სუფთა, მხოლოდ პოზიტიური და უარყოფს თავის ველურ, პირველყოფილ, ინსტინქტურ ბუნებას, არქეტიპულ ველურ ქალს. როდესაც ქალი უარყოფს თავის უფლებას იყოს აგრესიული, ამბიციური, სექსუალური, ეგოისტი ან თუნდაც სუსტი, ეს უარყოფილი ნაწილები გადადიან ჩრდილში და იქედან ანგრევენ მის ფსიქიკას. მთლიანობის გარეშე კი ქალური ენერგიის აღდგენა შეუძლებელია. მეშვიდე. ქალთა შორის კონკურენცია და დობის დარღვევა. როდესაც ქალი სხვა ქალებს აღიქვამს, მხოლოდ როგორც კონკურენტებს, მეტოქეებს, მამაკაცის ყურადღებისთვის ან შურის სუბიექტებად, ის წყვეტს კავშირს ქალურ კოლექტიურ არაცნობიერთან. სხვა ქალების დევალვაცია, ანუ გაუფასურება, ან მათგან იზოლაცია მიუთითებს იმაზე, რომ ქალს არ აქვს მიღებული საკუთარი თავი. ქალური ენერგია საზრდოობს ქალური საზოგადოებისგან, ხარდაჭერისგან და იმ უსაფრთხო სივრცისგან, სადაც ქალებს ერთმანეთის არ ეშინიათ. ახლა კი შემოგთავაზებთ ანალიზს, ტრავმების ფესვებს და მათ გავლენას. ქალური ენერგეტიკის ბლოკირება არ არის ზედაპირული პრობლემა, რომელიც შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ ვიზუალური ცვლილებებით ან მედიტაციებით. ეს არის სტრუქტურული ფსიქიკური არქიტექტურა, რომელიც სამ უმთავრეს ბოძზე დგას. დედის კომპლექსი, სოციალური პერსონა და მამაკაცზე დამოკიდებულების ნევროზი. განვიხილოთ პირველი. დედასთან შინაგანი ურთიერთობის დალაგება, განთავისუფლება მატერნალური მატრიცისგან. ფსიქოანალიზში ცნობილია, რომ სანამ ქალი შინაგანად არ გამოეყოფა დედას, ანუ არ განიცდის მისგან სეპარაციას, ის ვერ გახდება საკუთარი ცხოვრების ავტორი. დედასთან ურთიერთობის დალაგება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იდეალური ურთიერთობა გქონდეთ რეალურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს დედის ხატის დეიდეალიზაციას თქვენს შინაგან სამყაროში. ბავშვობის აღქმა გამოიყურება ასე. იდეალური ყოვლისშემძლე დედა. ახლა უნდა მოხდეს ამის დეიდეალიზაცია, ანუ ზრდასრული აღქმა. დედა, როგორც ჩვეულებრივი ქალი, თავისი ტრავმებით. ეს არის უკვე სეპარაციის მაგალითი. სწორედ სეპარაციის შემდეგ იბადება აუთენტური ქალურობა. თუ დააკვირდებით, ხშირად ქალები ქვეცნობიერად იმეორებენ დედის ბედს. ირჩევენ იმავე ტიპის ციუ მამაკაცებს, წარუმატებელ მამაკაცებს, ისევე სწირავენ თავს ოჯახს, ან პირიქით ცხოვრობენ დედის სრული პროტესტით, რაც ასევე დამოკიდებულების ფორმაა. სანამ დედა თქვენს შინაგან მონოლოგში არის მთავარი მოსამართლე, რომელიც გკარნახობთ, ხართ თუ არა საკმარისად კარგი, თქვენი ქალური ენერგია დატყვევებულია ბავშვურ პოზიციაში. დედასთან შინაგანი დალაგება ნიშნავს იმის დანახვას, რომ დედაც უბრალოდ ქალია, თავისი ტრავმებით, დეფიციტებითა და შეცდომებით. როდესაც ქალი წყვეტს დედისგან იმ სიყვარულის მოთხოვნას, რომელიც მან ვერ ან არ მისცა, და ამ სიყვარულის წყაროდ თავად ხდება საკუთარი თავისთვის, ხდება უდიდესი ტრანსფორმაცია. ის თავისუფლდება მატერნალური წყევლისგან და იწყებს საკუთარი უნიკალური ქალური გზის შენებას. ახლა ვისაუბროთ მეორე ფენომენზე. გამოსვლა კარგი გოგოს იმიჯიდან, უფლება საკუთარ ბრასსა და საზღვრებზე. კარგი გოგო არის ფსიქოლოგიური გადარჩენის სტრატეგია, რომელიც ამბობს: თუ მე ვიქნები უპრობლემო, ყველას მოვეწონები და არავინ მიმატოვებს. ეს არის ილუზია. სინამდვილეში კარგი გოგო არის უკიდურესად მანიპულაციური პოზიცია, რადგან ის მალავს ნამდვილ ემოციებს იძულებითი სიკეთის მიღმა. როდესაც ქალი მუდმივად ახშობს თავის უკმაყოფილებას, მის შიგნით გროვდება ტოქსიკური სტრესი. ქალური ენერგიის აღსადგენად აუცილებელია ამ იმიჯის მსხვრევა. ეს ნიშნავს, ისწავლო სიტყვა არას თქმა დანაშაულის გრძნობის გარეშე. მისცე თავს უფლება იყო უხერხული.
არაკომფორტული და ხმამაღალი, როდესაც შენს საზღვრებს არღვევენ. აღიარო საკუთარი ბრაზი, როგორც დამცავი და შემოქმედებითი ძალა და არა როგორც ცოდვა. ქალი, რომელმაც დაკარგა კარგი გოგოს იმიჯი, იბრუნებს თავის პირველყოფილ ძალას. ის ხდება საინტერესო, იდუმალი და რაც მთავარია, რეალური. ახლა გადავიდეთ მესამეზე. მამაკაცის სიმპათიის დაკარგვის შიშის დაძლევა, სხვისი ორბიტიდან საკუთარ ცენტრში დაბრუნება. ნევროტული სურვილი, რომ მამაკაც ყოველთვის მოსწონდე, ქალს აქცევს ფსიქოლოგიურ პარაზიტად, რომელიც სხვისი ყურადღებით საზრდოობს. როდესაც ქალი მუდმივად ფიქრობს, რა ჩავიცვა, რომ მას მოეწონოს, რა ვთქვა, რომ არ გავაღიზიანო, როგორი ვიყო საწყლში, რომ არ დამკარგოს, ის მთელ თავის ფსიქიკურ რესურსს აბანდებს მამაკაცის პროექციებში. ქალური ენერგიის ბუნება მაგნიტურია და არა დევნითი. მამაკაცისკენ მუდმივი სირბილი, ემოციური თუ ფიზიკური, არის მამაკაცური ენერგიის გამოვლინება, რაც ქალს ფიტავს. როდესაც ქალი თავისუფლდება ამ შიშისგან, ის ბრუნდება საკუთარ ცენტრში. ის იწყებს ცხოვრებას საკუთარი თავისთვის, საკუთარი სიამოვნებისთვის, საკუთარი ზრდისთვის. და სწორედ ეს თვითკმარობა ხდება ის უდიდესი მაგნიტი, რომელიც იზიდავს ჯანსაღ, მოწიფულ მამაკაცურ ენერგიას. ახლა კი გთავაზობთ პრაქტიკულ გზამკვლევს. როგორ ვასწავლოთ ქალებს ქალური ენერგიის განკურნება? ეს არის ეტაპობრივი სისტემური მუშაობის პროცესი, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, დროსა და საკუთარი თავისადმი უპირობო სიყვარულს. ეს ტრანსფორმაციული გზა ასე გამოიყურება. პირველ რიგში ეს არის შინაგანი აუდიტი და გაცნობიერება. პირველი ნაბიჯი. პირველ რიგში ქალმა უნდა დააფიქსიროს ზემოთ ჩამოთვლილი 7 მიზეზიდან, რომელია მისი მთავარი ენერგეტიკული ხვრელი. მან უნდა აწარმოოს დღიური და ჩაწეროს, რამდენჯერ მოიქცა როგორც კარგი გოგო და სად თქვა კი, როცა სურდა ეთქვა არა. მეორე ნაბიჯია დედის ხატისგან განთავისუფლება. გამოიყენეთ რადიკალური გამოხატვის ტექნიკა, ეგრეთ წოდებული წერილი დედას, რომელიც არასოდეს გაიგზავნება. ამ წერილში ქალმა უნდა დაწეროს ყველა თავისი წყენა დედის მიმართ, ბრაზი, ტკივილი და მოთხოვნილება, რაც ბავშვობიდან დაუკრავდა. ეს ეხმარება ფსიქიკას ემოციური მუხტისგან განტვირთვაში. მესამე ნაბიჯია სხეულებრივი თერაპია და გრძნობების დაბრუნება. ვინაიდან ტრავმა ყოველთვის ილექება სხეულში ბლოკების სახით, აუცილებელია სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები, ინტუიციური ცეკვა, კონტროლის გარეშე, მენჯის ღრუს ვარჯიშები, სუნთქვითი პრაქტიკები და მასაჟი. ქალმა უნდა ისწავლოს თავისი სხეულის შეგრძნება და სიამოვნების მიღება ყოველდღიურ წვრილმანებში. მეოთხე ნაბიჯია ჩრდილოვანი მხარის ინტეგრაცია, შეხვედრა საკუთარ ველურ ქალთან. ქალმა უნდა მისცეს თავისუფლება გამოხატოს ის თვისებები, რომლებსაც აქამდე კრძალავდა. ჯანსაღი ეგოიზმი, ვნება, ამბიცია. უნდა გააცნობიეროს, რომ მისი არასრულყოფილება არის მისი უნიკალურობის ნაწილი. მეხუთე ნაბიჯია საკუთარი თავის მამობა და დედობა. ეს არის შინაგანი ბავშვის განკურნება. ზრდასრული ქალი თავად ხდება საკუთარი თავისთვის მოსიყვარულე დედაც, რომელიც უპირობოდ იღებს, და დამცველი მამაც, რომელიც საზღვრებს უცავს და სოციუმში მის რეალიზებას უწყობს ხელს. ახლა კი მოდით გავაკეთოთ შედარებითი ანალიზი. დაზიანებული და განკურნებული ქალური ენერგიის. ხშირად ქალებს უჭირთ იმის გაგება, თუ რა მდგომარეობაშია მათი შინაგანი რესურსი. პირველი ასპექტია ურთიერთობები. როგორ გამოიხატება დაზიანებული ბლოკირებული ენერგია ურთიერთობებში? ემოციური დამოკიდებულება, მიტოვების შიში, მუდმივი ადაპტაცია პარტნიორზე. როგორია განკურნებული ავთენტური ენერგია? ურთიერთპატივისცემა, პარტნიორობა, საკუთარი ღირსებისა და საზღვრების მკაფიო დაცვა. მეორე ასპექტი, ემოციური ფონი. როგორია დაზიანებული ბლოკირებული ენერგია? ქრონიკული შფოთვა, ბრაზის ჩახშობა ან ისტერიული აფეთქებები, დანაშაულის გრძნობა. ხოლო როგორია განკურნებული აუთენტური ენერგია? ემოციური ინტელექტი, საკუთარი გრძნობების მიღება და მათი ეკოლოგიური გამოხატვა. ასპექტი სხეული და სექსუალობა. როგორია დაზიანებული ბლოკირებული ენერგია? სხეულის სირცხვილი, სექსუალური ბლოკები, ფსიქოსომატური ტკივილები მენჯის არეში. როგორია განკურნებული აუთენტური ენერგია? სხეულის მიღება და სიყვარული, თავისუფალი სავსე სექსუალობა, სიამოვნების განცდის უნარი. საქმიანობა და ცხოვრება. როგორია დაზიანებული ენერგეტიკა?
ჰიპერდამოუკიდებლობა, ყველაფერი მე თვითონ, კონტროლი, გადაწვა, ბრძოლა, როგორია განკურნებული ენერგეტიკა, თავისუფალი დენა, შემოქმედებითი რეალიზაცია, დახმარების მიღების უნარი, ნდობა სამყაროსადმი, ასპექტი თვითახკმა, როგორია დაზიანებული ენერგეტიკა, უნდა ვიყო კარგი რომ ვუყვარდე, თვითშეფასება დამოკიდებულია სხვების აზრზე, როგორია განკურნებული ენერგეტიკა, მე ვარ ფასეული იმიტომ რომ ვარსებობ, შინაგანი თვითკმარობა და თვითმიღება. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ აქსიომას. ქალის მთავარი შეცდომა არის ფიქრი, რომ მისი განკურნება მოხდება მაშინ, როდესაც ის იპოვის სწორ მამაკაცს. რეალობა კი პირიქითაა. სწორი, მოწიფული და მოსიყვარულე მამაკაცი ქალის ცხოვრებაში ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თავად ხდება საკუთარი თავისთვის მთლიანი, განკურნებული და აუთენტური სამყარო. დასკვნის სახით, როგორია ახალი ქალური ცნობიერების დაბადება. ქალური ენერგეტიკის განკურნება არ არის ერთჯერადი აქტი. ეს არის გზა, ცხოვრების წესი. როდესაც ქალი გამოდის კარგი გოგოს ილუზიიდან, როდესაც ის აცნობიერებს და ინტეგრირებას უკეთებს თავის ტრამვებს, წყვეტს მამაკაცის მზერაში საკუთარი არსებობის გამართლების ძიებას და აშენებს მშვიდ, პატივისცემით სავსე შინაგან ხიდს დედის არქეტიპთან, ის ხდება ხელუხლებელი. ასეთ ქალს შეუძლია იყოს რბილიც და მყარიც, შემოქმედიც და დამანგრეველიც, სექსუალურიც და წმინდაც. ის იბრუნებს უფლებას იყოს ნამდვილი და სწორედ ამ აუთენტურობაში დევს ის უდიდესი, მისტიკური და ფსიქოლოგიური ძალა, რომელსაც შეუძლია არამხოლოდ საკუთარი ცხოვრების, არამედ მის გარშემო არსებული სამყაროს ტრანსფორმაციას და განკურნებაც. ამ YouTube არხის მისიაც სწორედ ეს არის. დავანახოთ ქალებს, რომ მათი მთავარი ძალაუფლება არა სხვების სიამოვნებაში, არამედ საკუთარ თავთან დაბრუნებაშია. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, თუ შენთვის მტკივნეულ ადგილებს შეეხო, თუ იპოვე შენი თავი ამ ვიდეოში, მაშინ გამოიწერე ეს არხი, რადგან ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ აქტუალურ საკითხებს შევეხებით, რაც ეხება ქალურ ენერგეტიკას, ურთიერთობებს, მამაკაცთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ქალისა და მამაკაცის კომპლექსების ძირეული მიზეზების კვლევას, რაც დაგეხმარება, რომ შემდგომ უფრო სიღრმისეული, ჯანმრთელი და ჯანსაღი ურთიერთობები დაამყარო შენს პარტნიორთან და ასევე არ დაგავიწყდეს Instagram გვერდის გამოწერაც. მაშასე, დღევანდელი ვიდეო დასრულებულია და დროებით შემდეგ ვიდეომდე.